მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები სამეგრელოში. მუნიციპალური სამსახურებისა და გზების დეპარტამენტის ტექნიკა ადგილზე ამ დრომდე შეუჩერებლად მუშაობს, იყრება ტექნიკური მარილი, წმინდება ქალაქებსა და სოფლაბამდე მისასვლელი გზები. პრობლემები იყო წალენჯიხის გზებზეც, სადაც რამდენიმე სოფელში თოვლის საფარმა დაახლოებით 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. დღის განმავლობაში გზაზე მოცურდა და დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა სრულად მოგვარებული არ არის. ენერგოპრო ჯორჯიას ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. დიდთოვლობის გამო რეგიონის მასშტაბით რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. შექმნილია რეგიონული და მუნიციპალური შტაბები, მუშაობს რამდენიმე ცხელი ხაზი. რეგიონის მასშტაბით გზების გაწმენდითი სამუშაოები ცენტრალურ და შიდა გზებზე აქტიურად ხორციელდება. იყრება ტექნიკური მარილი. მუნიციპალური სამსახური მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. შექმნილია ცხელი ხაზები და ყველა შემოსულ ინფორმაციაზე ხორციელდება რეაგირება. უწყვეტად როგორც ღამის, ასევე მთელი დღის განმავლობაში იმუშავა როგორც მუნიციპალურმა ტექნიკამ, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ, შესაბამისად როგორც ქალაქში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზები, ყველა კრიტიკული აღმართი იქნა გაწმენდილი და ავტომობილების მობილობა არ არის შეზღუდული. ერთადერთი პრობლემა გვჩება, ეს არის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, თუმცა ენერგოპრო ჯორჯიასთან ერთად ინტენსიურად მუშაობთ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე.